მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. ნარკოდამნაშავეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავებს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია ნარკოტიკების მავნე ზეგავლენისგან დავისვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. აქვე მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 8-9 სექტემბერს ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის შესახებ. სამწუხაროდ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება დაპატიმრებიდან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.